დღეს თბილისში ქუთაისლების მარშია, ვარ ამაყი, ვარ ბედნიერი და მინდა უთხრა მათ, რომ ჩემი სული ახლა მაგტრიალებს, მხოლოდ ზორიდებს აგერ ევროპაში და მე მთლიანად ვარ თქვენ გვერდში. ახლა მინდა გადავიდე იმ ძირითად თემაზე, რისთვისაც ვაპირებდი ამ ლაივის ჩაწერას. მინდა გითხრათ, რომ ეუთოს და ოდირის განცხადებებმა და დასკვნამ, საბოლოო დასკვნამ, რომელიც დადო, მთლიანად გააშიშლა ჩვენი ხელისუფლება და უკვე სხვადასხვა ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა დადვენ ეს დასკვნები და უთხრენ ჩვენ ხელისუფლებას, თქვენ ხართ დე-ფაქტო ხელისუფლება და არავითარი ლეგიტიმაცია და არავითარი კანონიერება თქვენ გვერდში არ არის. ანუ თქვენ არ ახართ დე-იურე ხელისუფლება, თქვენ ხართ მხოლოდ და მხოლოდ დე-ფაქტო ხელისუფლება. ეს რა თქმა უნდა იმ ადამიანების დამსახურებაა, რომლებიც იბრძვიან, მართავენ ასეთ მარშებს და ეს არის ძალიან დიდი მიღწევა. მე როგორაც უყურებ სიტუაციას ევროპაში, ამერიკაში, ცივილიზებულ სამყაროში, ისინი მზად არიან ითანამშრომლონ ტექნიკურ მთავრობასთან და ალბათ უკვე დრო დადგა, რომ ქალბატონო სალომემ, რომელიც არის ერთადერთი ლეგიტიმური ხელისუფალი, აიღოს თავის თავზე ეს ყველაფერი, გამოაცხადოს მიცეს დრო 28 დეკემბრამდე ამ ხელისუფლებას, რომ ჩანიშნოს არჩევნები და არ ჩაატაროს ინაგურაცია უკანონო პრეზიდენტის. 28-მდე უნდა მიეცეს ეს დრო, 29-ში უნდა ვეცადოთ მთელი საქართველო და ამისათვის დღეს უკვე ყველაფერი უნდა კეთდებოდეს, რომ იმდენი ვიყოთ ქუჩაში, რომ ვერ მოახერხო ლეგიტიმაცია უკანონობის, ანუ ინაგურაცია ვერ მოახერხონ პრეზიდენტის, რაც გამოიწვევს, რომ ხელისუფლება უნარჩუნდება სალომე ზურაბიშვილს და ამის შემდეგ უნდა გამოცხადდეს უკვე საკოორდინაციო საბჭო, დაფუძნებელი ყრილობა, რავი, რაც გინდა ის დაერქვას, სადაც შევა ყველა პოლიტიკური პარტია, არა მარტო ეს 4 გამარჯვებული პარტია, შევა არასამთავრობოების საზოგადოების წარმომადგენლები, იქნება უფრო ფართე, სადაც ყველა სოციალური ფენის, ყველანაირად ყველა ადამიანის აზრი იქნება მიტანილი და გემოვნება იქნება მიტანილი, რომელიც დანიშნავს ტექნიკურ მთავრობას, დანიშნავს არჩევნების დღეს, მოამზადებს, დანიშნავს ახალ საარჩევნო კომისიას, დანიშნავს შეცვლის საარჩევნო კანონს და დაიწყებს მზადებას ახალი არჩევნებისათვის. ეს ტექნიკური მთავრობა რამე თუ ამბიციები არსებობს, რაღაც შეუთავსებლობა არსებობს პოლიტიკურ პარტიებში, რაც ნამდვილად არაა სასიამოვნო, არ იქნება არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრები დაკომპლექტებული, არამედ იქნებიან საზოგადოებიდან, საუნივერსიტეტო წარმომადგენლებიდან, არა ის ადამიანები, ვინც პოლიტიკით არიან ანგაჟირებული, არამედ რომლებიც თავის 2-3 თვეს აჩუქებენ, არიან ძირითადი სხვა საქმე აქვს, მაგრამ აჩუქებენ ჩვენ ქვეყანას ისე, რომ მერე პოლიტიკით არ გააგრძელებენ. აი ასეთი ადამიანები უნდა მოიძებნოს, რომლისთვისაც მთავარი ამოცანა იქნება რეალური არჩევნების ჩატარება და არა იგი როგორ დამკვიდრდეს პოლიტიკაში. ასეთი უამრავი ადამიანი არსებობს, მცოდნეები, განათლებულები ჩვენ ქვეყანაში, რომელიც თავის ენერგიას ნამდვილად 3 თვეს აჩუქებენ თავის ქვეყანას, რომ მოხდეს აი არ იყოს ამ პოლიტიკური ჭიდილი და არა ჩემი უნდა იყოს პრემიერ-მინისტრი, არა ჩემი უნდა იყოს პრემიერ-მინისტრი, ეს ყველაფერი უნდა მიმდინარეობდეს. რა თქმა უნდა, ქალბატონის სალომეს ეგიდით, პრეზიდენტის ეგიდით და გადავდგათ უკვე ნაბიჯები, ქუჩის პროცესი, რა თქმა უნდა, ისე უნდა გაგრძელდეს, როგორაც მიდის, მათ აქვს უდიდესი დამსახურება,
ძალიან დიდი ბევრი რამე შეძლენ, მაგრამ და ის უნდა მიმდინარეობდეს რაზეა საუბარი, ისევე ახალგაზრდობის ხელმძღვანელობით, ისევე ასე აპოლიტიკურად და მაგრამ ჩვენ ეს ნაბიჯები უნდა გადავდგათ აუცილებლად. მე მჯერა რომ ისეთი სიტუაცია ევროპაში, ამერიკაში, ყველგან ნორმალურ ქვეყნებში ისინი თანამშრომლობას ამ ტექნიკურ მთავრობასთან დაიწყებენ, რამე თუ უკვე იმას თვლიან არალეგიტიმურად და de facto და არ აღიარებენ, დაიწყებენ ამ ხელისუფლებასთან, ეს აუცილებლად უნდა გავაკეთოთ და პოლიტიკური პროცესებიც უნდა განვითარდეს და უნდა ჩადგეს თავის კალაპოტში, მარტო თვითდინება და ქუჩა არ უნდა იყოს, უკვე აუცილებელია ამ ადამიანებს დავანახოთ სადავართ, რა გვინდა, როგორ ვაპირებთ ამის მიღწევას და როგორ იქნება გამარჯვების შემდეგ ქვეყანაში რა ვითარება შეიქმნება და ის არ იქნება უსუსური, არამედ მას ეყოლება მთავრობა. მე აი ნამდვილად ჯერა ბიზნესში საბოლოოდ გადადგამს ნაბიჯს და ალბათ წავა ამ ქვეყნიდან, მას ამ ქვეყანაში ნამდვილად არ ეცხოვრება უკვე იმდენი დანაშაული ჩაიდინა. ის ეცდება გაქცევას, რისი შემდეგაც საერთოდ ჩამოიშლება ის de facto ხელისუფლებას და დავრჩებით საერთოდ ჰაერში. ამიტომ დაიწყოს პოლიტიკური პროცესები. მოვიწვიოთ ყველა ადამიანები, შევქმნათ დამფუძნებელი ყრილობა და შევქმნათ ტექნიკური მთავრობა, რომელიც ამ მთავრობის პარალელურ რეჟიმში იმუშაებს და კიდევ ერთი დიდი ლურსმანი იქნება ამ ხელისუფლების პოლიტიკურ სასაფლაოზე გასტუმრებისათვის.